აქედან გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ არ დგეთ რუსთაველიდან. რეკორდებს თუ არ ხსნით, ან გინესის რეკორდების ხალხი მოვიწვიოთ, ჩავინიშნოთ, რომ ქართველებმა დავამხელეთ რუსთაველის გადაკეთებას. იმიტომ უშველის რომ უბრალოდ გათავისუფლდება, ახლა ის არის დაბინძურებული სივრცე. იქ უბრალოდ არასერიოზულია დგომა. იქ და არაფერი ბინძურია, ძალიან ძაფრი სიტყვარია გვარი. კი, ბინძურია ეს ხალხი გესმით? ბინძური, იმიტომ რომ სუსტად შეკრული ხალხია. მე ხო ვიცი, ვინ კეტავს გასახსნელად. ბინძურები გულისხმობ იმას, რომ ვიღაცა ვიღაცის მოსყიდულია, ვიღაცა ვიღაცის შუაზე დადის, ვიღაცაზე ჯოჯოხეთმა კი არ გადაიერას, ესენი არის სახიობები, ვინ კაცო, ვიზე ლაპარაკობს? ვინც რუსთაველზე დგას დღეს? ვიზე კლოუნები, ისა რა ქვია, ნენსი მოლანდია წამებული? მოლანდია წამებული, ესენი არიან ტროლები, ჩვეულებრივ ასობით ადამიანი გადის, რომელიც როგორ ვერ ხვდები ირაკლი, რომ თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, როგორ ვერ ხვდები ამას, როგორ აგრძელებ? როგორ არ ცხენია იმ ხალხთან, ვინც ხეში ზის? როგორ არ ცხენია? როგორ არ ცხენია რას აკეთებ? ეხლა მე ჩემი ბრალი შენი ბრალიც არის, ყველას ბრალია, ვინც ამ პროპაგანდას აყვა, ვინც ამ პროპაგანდას ამუშავებს, რომ თითქოს ეს სულელი ხალხი გმირები არიან და ამ ადამიანები ვინც ციხეში ზიან, იმასაც ცალკე აგიჟებენ. გესმის, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოვიდეთ ახლა ცხენიდან და მოემზადოთ ახალი სამწლიანი ციკლისთვის.